დღევანდელი ჩვენი მსახურება არის შევიკრიბეთ ჩვენ და ამას ქვია წესის აგება. ყოფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საკითხავებში არის წარმოჩენილი შინაარსი. აი ამ წესის აგების, რა თქმა უნდა, ეს შინაარსი ლოცვის არ არის ისეთი, როგორიც არის წესის აგების ლოცვები, არამედ ჩვენ ადამიანები განკვირვებით ვადიდებთ, მადლობთ უფალს იმ განგებულებისთვის, რომელიც მან განაგო კაცთა მოდგმის ცხოვრებისათვის. ასევე აი ამ საკითხებში კვლავ ჩანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხმა, კვლავ ისმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხმა, მისი დედობრივი დატირების, მისი უსკული სარწმუნოების, მისი აღდგომის მოლოდინის და ჩვენ ხედავთ, რომ ცის და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის განკაცება, ინება, ჯვარცმა თავსიდვა, დაფლვა და აი საკითხავების შინაარსი აქ ჩერდება. და ბოლოს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰურიები და მღვდელთმოძღვარნი შეიკრიბნენ ფარისევლები და მივიდნენ პილატესთან და ეუბნებიან, რომ მან მასთურმანო, ესე თქვაო, რომ მესამე დღეს ავდგებიო და ეხაო შენო მოგვეციო დასიო, რომელიცო დაიცავსო იქ საფლავსო, რომ არ მოიპარონო მოციქულებმაო და ეს უკანასკნელი სასტური პირველზე უფრო დიდი არ იყოსო და პილატეს მდგომარეობა თქვენ იცით, იგი უკვე ესე რომ ვთქვათ, მისი სულიერი მდგომარეობა უკვე მძიმედ არის, ცუდად არის, იმიტომ რომ მისცა ჯვარცმა ცის და ქვეყნის შემოქმედი, რომელზეც მრავალი ჩვენება, მრავალი ხილვა და მრავალი მინიშნება ჰქონდა მას, რომ არ უნდა გაიკეთებია ესა და თქვენ იცით, სინდისთან კონფლიქტი, ყველაზე დიდი კონფლიქტი არის და აი სწორედ ეს სულიერი დეპრესიები აქვს პილატეს დაწყებული, რომელიც თავდება იმით, რომ იგი ფსიქიურად დაავადებული ადამიანი ხდება და ამის შემდგომ იგი კარგავს თანამდებობას, კარგავს სიმდიდრეს, კარგავს სახლ-კარს და უკიდურეს სიღარიბეში, შიმშილში და წყურვილში აღესრულება ესეთი გადმოცემა არის მის შესახებ. წერილია შემონახული პილატეს ცოლი, სადაც ეს ყველაფერი აღწერილი არის, თუ როგორ უკიდურეს, ესე რომ ვთქვათ, სიდუხჭირეში და სულიერ შევიწროებაში აღმოხდათ მათ სული. და პილატე ეუბნება, რომ თქვენ ხო გყავთ დასი, წადი და დაგრძალეთ. ეს პასუხი დაახლოებით ესეთი არის. თავი დამანებეთ რა, მე მომეშვით, თავი დამანებეთ და თქვენ თვითონ ყავთ ის, რაც გინდათ. თითქოს თავიდან ამხელს წმინდა წერილი ჰურიებს, ახ წავიკითხეთ ეზეკიელ წინასწარმეტყველის საწინასწარმეტყველო, სადაც შავი თეთრზე წერია, როგორ წინასწარმეტყველებს ეზეკიელ წინასწარმეტყველი მკვდართა აღდგომას, რომელიც საცინელ და საკიცხელ ხვეს ჰურიებმა და აი სწორედ სახარებაში აღმოკითხული ის, რომ ისინი მივიდნენ პილატესთან და ეუბნებიან, რომ მან მასთურმა თქვაო, რომ მესამე დღეს ავდგებიო და ეს ესე რომ ვთქვათ, სასაცილოდ მიაჩნია და მკვდართა აღდგომა ვერ ირწმუნეს და არ ირწმუნეს. ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით დღეს მათ ამხელს უფალი, როგორ ცხადად ეუბნება, რომ როგორ ამბობს ეზეკიელ წინასწარმეტყველი, რომ განმიყვანაო მეო და იყო დიდი ველიო და აი ეს ველიო სავსე იყო ძვალებითო და უფალმა მითხრაო მეო, უკვე თუ აღდგენ ესენიო და მე უთხარიო, რომ ადონაი შენ უწყი უფალო. და მე ამბობს, რომ აჰა იყო ძრვაო და მოიყვანა ძვალი ძვალთაზედა და გარემოერტყა ტყავი მათზე და თქვა 4-თაგან სულთა მოედენ სულიო და მოვიდა სული მათზედა და აღდგენ ყოველიო. აი წინასწარმეტყველება
აღდგომის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად უწყოდნენ ჰურიებმა, მაგრამ ისინი წინა აღუდგენ თავიანთ სინდისის ხმას და აი აქ ჩერდება საკითხავები, ჩვენ საკითხავები ასევე შეგვახსენებს იმას, რომ პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წავიკითხეთ, სადაც ამბობს პავლე მოციქული და შეგვახსენებს და მზაყობს ჩვენ სულიერ მდგომარეობას, რომ ქრისტემან ჩვენ მოგვიყიდა წყევისა მისგან და იქნა იგი წყევასა ქვეშე, რამა თუ დამოეკიდა ჯვარსა ზედა. დაწერილი იყო ესეთი წყევლა, რომ წყეული იყო ყოველი, რომელიც დამოეკიდეს ძელსა ზედა და უფალი იქნა წყევასა ქვეშე და ჩვენ მოგვიყიდა წყევისა მისგან ჟულის. აი ეს არის მთავარი, რაც უნდა ჩვენ გავიაზროთ და ჩვენი სულიერი მდგომარეობა ესე უნდა იყოს. როდესაც ჩვენ მოვდივართ აი ჩვენ წინაშე არის ჯვარცმა, ჩვენ წინაშე არის გარდამოხსნა, ჩვენ უყურებთ ქრისტეს, რომელმაც წყევისაგან მოგვიყიდა ჩვენ და თვითონ იქმნა წყევასა ქვეშე და თვითონ იტვირთა კაცთა მოდმის სოდები და მიამშვალა ჯვარსა ზედა. აი აქ ჩერდება საკითხავები, ანუ რას სახარებას საჩერდება, ნახეთ, რომ ჰურიები მივიდნენ პილატესთან, უთხრეს მას გამოითხოვეს დასი, პილატემ მოისმინეთ რას თქვა, ისინი მიდიან დააკრძალეს საფლავი იგი დასისა მისთანა, ანუ ჰურიებმა აი ამ ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის მინდა შეგახსენოთ, რომ ერთ-ერთი იყო ლონგინოს ასისთავი, რომელიც არის პირველი მოწამე და პირველი მხადაგებელი ქრისტიანობისა, ეს არის ის ასისთავი ძალიან დიდი თანამდებობა იყო დაახლოებით, რო ვთქვათ, აი გუბერნატორი დაახლოებით ასე ამხელა თანამდებობა იყო. მაშინ ადმინისტრაციული ერთეულები ესე იყო დაყოფილი 100-ის თავები, 10-ის თავები, 1000-ის თავები და ეს იყო სწორედ ის, ვინც ლახვარი უგმირა მაცხოვარს გვერდი და იქედან გადმოღრილი სისხლით, თვალით სნეული იყო და განიკურნა. და იქ ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში, რომ ესე იხილაო 100-ის თავმაო, რომ მზედაბნელ და კრესაბელიგან იყო, იცემდაო კერჩიო და ამბობდა ჭეშმარიტად მართალი კაცი იყო და ჭეშმარიტად ზეღვთისა იყო და მან ირწმუნა უკვე, მორწმუნეა უკვე ლონგინოზი, ოღონდ ჯერ ვერ ბედავს იმას, რომ სამსახურზე თქვას უარი. ეს ძალიან დიდი რამე იქნებოდა და ამიტომ ნუ რა თქმა უნდა უფლის განგებულებით მას უწევს სწორედ ხელმძღვანელობა აი ამ ჯგუფის, რომლებიც ქრისტეს საფლავს იცავენ და აი აქ ჩერდება შინაარსი თხრობის, ლიტურგიული თხრობის, რომელიც ეს პერიოდი მოგვითხრობს ამ ყველაფერს და ჩვენ ეხლა წავალთ, მოვიკრებ ძალებს ფიზიკურად, სულიერად იმისთვის, რომ ერთად ვიხილოთ ქრისტეს აღდგომა და ერთად ვიხილოთ მკვდრეთით აღდგომილი უფალი, რომელსაც მოგმადლებს ჩვენ უფალი, ჩვენს გულებს და ჩვენს სარწმუნოებას განამტკიცებს თავისი მადლითა და წყალობითა, რომლისა თანა მამასა შვილის იგება სული წმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.